პირველ რიგში მსურს მივმართო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, სასკოლო საზოგადოებას და ძალიან ხამალა განვაცხადო, რომ არავით არის საფრთხე ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არ ემუქრება. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით, მხოლოდ ფუნქციური გადანაცვლება მოხდა, ანუ რაც შეეხება შინაარსობრივი თვალსაზრისით და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არავით არის ცვლილება, ასე ვთქვათ, რაც შესაძლოა შელახოს ან დაკარგოს ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც დღესაც ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით განხორციელდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ესეცი სამინისტროში არ განხორციელებულა და არც განხორციელდება პირიქით. ჩვენი მიზანია ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, გაძლიერება, ვფიქრობ, რომ ბოლო თვეებში და ბოლო წლებში ჩვენ ეს დავამტკიცეთ, უბრალოდ რომ ავიღოთ და შევხედოთ იქ ციფრებს და სტატისტიკას, რომელიც ამ მიმართულებით სამინისტროში განხორციელებულ პროექტების, როგორც ბენეფიციარების, ისე მასწავლებლების, ასისტენტების რაოდენობას მიუთითებს, თავად მეტყველებს ეს ციფრები ყველაფერზე. ანუ ასევე სურს განვაცხადო, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია, რაც ბუნებრივია სამინისტრო მუდმივად დინამიური პროცესი არის, რა თქმა უნდა, მართვაც, ისევე როგორც ასევე თვითონ განათლების სფეროს ყოველთვის არის ხოლმე, რომ სტრუქტურული თვალსაზრისით მოდის თანამედროვე, ასე ვთქვათ, სამყარო და სხვადასხვა პროექტები გამოითხოვს გადანაცვლებას, ასევე როგორც ასე ვთქვათ, სტრუქტურული თვალსაზრისით გადანაწილებას და ზუსტად ეს პროცესი განხორციელდა და აქ არავითარ შემთხვევაში რაიმე ინკლუზიურ განათლებას არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. მისურს აქვე დავაკონკრეტო, კონკრეტულად რა მოხდა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 1 წლის წინ 2024 წელს ინკლუზიური განათლების სამმართველოდან მისი ერთ-ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რგოლი დაახლოებით მან სამმართველოს დატვირთვის 80% გადავიდა ჩვენს ერთ-ერთ სიფში, მანდატურის სამსახურში. მიუხედავად მაშინ ამ გადანაცვლებისა, როგორც სამმართველო ინკლუზიურ სამსახურს სამმართველო აქ დღემდე, ასე ვთქვათ, მოყვებოდა. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სამინისტროში არსებობს სხვადასხვა სამმართველოები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სამმართველო ეს არის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო, რომელიც ყველა სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის ინკლუზიის მიმართულებით გეგმავს პოლიტიკას, რომელიც მომავალში სამინისტრომ უნდა განახორციელოს და ზუსტად ამ სამმართველოს გაუერთიანდა ის დარჩენილი ფუნქციები პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით, რაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით დარჩა სამინისტროში. ხოლო დანარჩენი, როგორც ვთქვი, დაახლოებით 1 წლის წინ გადავიდა ჩვენგან სიფში, იმიტომ რომ იქედან ამ პროექტის მართვა და განხორციელება უფრო ეფექტურია და ეს შეიძლება ითქვას, რომ ამ 1 წლის შედეგებმაც დაადასტურეს. და დარჩენილია, ესე იგი, ფუნქციები, ისედაც სტრატეგიული მიმართულებები ყველა ამ აღნიშნულ სამმართველოში იყო და სათაურშიც, იმიტომ რომ ჩვენ მისი მნიშვნელობა, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობასაც ძალიან კარგად ხვდებით და ვაფასებთ და ვაცნობიერებთ, აი სათაურშიც დავტოვეთ და ქვია დღეს სტრატეგიული განვითარებისა და ინკლუზიის სამმართველო. ანუ მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ როცა ინკლუზიის სამმართველოდან მისი ფუნქციების 80%-ის გადატანა მოხდა მანდატურის სამსახურში, სამმართველო იმ დროს არ გაუქმებულა, თუმცა ფუნქციურად ის აღარ იყო, რა თქმა უნდა, ისეთი ვრცელი და დიდი, როგორც, იმიტომ რომ მეორეს მხრივ, მაშინ მოდი ესე ვთქვა, თუ აქ რამე გავაუქმეთ 1 წლის წინ, ჩვენ მაშინ ახალი სამმართველო შევქმნით მანდატურის სიფში. და იმას რატო არავინ არ ამბობს, რომ მანდატურის სიფში, თქვათ, ახალი სამმართველო შეიქმნა. ანუ ადგილი მოინაცვლა და აი აქ პოლიტიკის თვალსაზრისით იგივე დაგვრჩა. კიდევ დავამატებ სხვათა შორის, რომ ზუსტად რამოდენიმე დღეში ჩვენ დავამტკიცებთ ახალ 2 წლიან სამოქმედო გეგმას, ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმას ჩვენი სისტემისთვის და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ აი ეს გამოწვევები, რაც გვაქვს განათლების, როგორც სასკოლო განათლების, ისე სხვა საფეხურებზე ინკლუზიური მიმართულებით, ამ მიმართულებებზე ყველაზე სტრატეგიული განვითარებისა და ინკლუზიის სამმართველო გააგრძელებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგადაც გავართმევთ თავს.